მე მგონი რა ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია რა იმ მიზეზის გამო რომ დაუშვათ თვითონ უკრაინას არ სურს ეს ყველაფერი, არამედ იმიტომ რომ რუსეთი რასაც ითხოვს არის არა მშვიდობა, არამედ არის კაპიტულაცია. ითხოვს კაპიტულაციას უკრაინისაგან და კაპიტულაციას ითხოვს ის უკრაინის ხელისუფლებისაგან. მისთვის ზოგადად უკრაინაში ჩასატარებელი არჩევნები დაკავშირებული არის არა მართლაც რაღაც ლეგიტიმაციასთან, როგორც ის აცხადებს, არამედ ეს დაკავშირებული არის უშუალოდ მთავრობის ცვლილებასთან ან მასთან დაკავშირებულ პოტენციურ ქაოსთან, რომელიც უკრაინაში უნდა დადგეს. მაგრამ ომის დროს არჩევნები ზოგადად არ ტარდება ხოლმე. როდესაც არჩევნებზე გვაქვს საუბარი, არჩევნებს ჭირდება თავისუფალი გარემო, მშვიდობიანი გარემო, უსაფრთხო გარემო, რომელიც ახლა უკრაინაში არ არსებობს. და თავად უკრაინის პარლამენტს აქვს ეს აღიარებული და თავად უკრაინის პარლამენტს აქვს ეს ნათქვამი. შესაბამისად, რასაც რუსეთი ითხოვს, ეს არის მიზანმიმართული ის გეგმა, რომ უკრაინის შიგნით ახლა იყოს მეტი შიდა დაძაბულობა და მეტი შიდა ქაოსი, რაც საკმაოდ ნაცადი მეთოდია რუსეთის მხრიდან და ისტორიულადაც ცნობილი არის, რომ ზოგადად შიდა პრობლემები ხდება ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამწვავების საგანი, რაც ეს რუსეთს ძალიან კარგად გამოსდის. მეორეც, აღნიშნოთ მთავარი ფაქტიც, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. არ სურს განა იმიტომ, რომ რაღაცა სხვა ესეთი გააჩნია ზოგადი მიზნები ცხოვრებისეული და რაღაცა დემოკრატიული, როგორც ის აცხადებს ხოლმე. არა, მისი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე შეუსრულებელი. მას არ აუღია არც ერთი საოლქო ცენტრი ომის დაწყების შემდეგ, რომელსაც ისე ფლობს. ერთადერთი იყო ხერსონი და ისიც დაკარგული აქვს მას. საუბარი მაქვს საოლქო ცენტრზე და არა რაიონულ ცენტრზე. მნიშვნელოვანია ზოგადად რუსეთმა, როდესაც ის აცხადებს, რომ ომს იგებს, ახდენს დემილიტარიზაციას, ამბობს, რომ უკრაინას ჯობნის რაღაცაში უნდა გადაითარგმნოს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კილომეტრიანი დერეფნის არსებობა, ხო ყირიმამდე, რომელსაც ის აცხადებდა. თვით ნოვოროსიის პროექტი, რომელსაც ის და მისი ესე ვთქვათ ხელისუფლების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ. გულისხმობდა ოდესის, მიკოლაივის ოლქების დაკავებასაც თავიანთი ცენტრალური საოლქო ქალაქებით. და ამ ეტაპზე რუსეთს ეს არ აქვს. ამიტომაც რუსეთში ახლა ფიქრობენ, რომ ეს ომი მათ ჯერ არ მოუგიათ და შესაბამისად მათთვის ცარიელი მშვიდობა, რომელსაც შეიძლება იყოს უბრალოდ ცეცხლის გაყინვის თვალსაზრისით, რომელსაც უკრაინის დემილიტარიზაცია არ მოხდება, უკრაინაში შიდა ქაოსი შეიძლება არ დაიწყოს, უკრაინა განაგრძობს მილიტარიზაციას. ამ შემთხვევაში რუსეთისთვის ეს შეიძლება არ გადაითარგმნოს როგორც გამარჯვებად და შესაბამისად ამიტომაც რუსეთი აგრძელებს ომს.